რომელი გირჩევნია დროის გაჩერება შეგეძლოს თუ გაუჩინარება? მე ვიცი თქვენ როგორი ხალხი ხართ. მე ვიცი რატომაც აირჩევთ თან ერთს ან მეორეს. მაგრამ მე გეტყვით რომ დროის გაჩერება ყოველთვის უკეთესი არის ვიდრე გაუჩინარება. დღეს გვექნება Would You Rather challenge. მაპატიეთ ხალხო რომ ასე არ ვაქტიურობდი, აწი გავაქტიურდები და თქვენი დახმარება მჭირდება ყველასი. ახლავე უცებ რო ჩახვიდეთ და გამოიწევოთ არხი და ვიდეო ავიყვანოთ, შევეცადოთ და 3000 ლაიქზე ცოტა არხი გამოვაჯამრთელოთ. თორე უკვე ცუდად არის, სუზღა ფავს უკვე ისე არის, ჩემი ბრალი არის ნამდვილად. რომელი გირჩევნია არასოდეს დატოვო სახლი თუ უსახკარო იყო მთელი ცხოვრება? ახლა ნახე აქ ორი ვარიანტი არის. არასოდეს დავტოვო სახლი. მე ძალიან მიყვარს 2020 წელი. ბოდიში ბევრი ტრაგედია იყო, სასწაულად ცუდი რაღაცები მოხდა, დარწმუნებული ვარ ყველას ოჯახში, ჩემთანაც ყველასთან, მაგრამ რაღაცა ეგ იყო გადამწყვეტი მომენტი ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ სახლში ჩემ თავთან იმდენი ხანი დავრჩი და იმდენ რაღაცას დავფიქრდი. ბიჭები ყოველთვის ვიკრიბებოდით, თამაშობდით, ახლა ვიღაცა სხვა საქმეა, ვიღაცა სხვა შენთვის არა ვიცხელა, ან შენ როცა ქცალია, იმათ არ ცალიათ, იმათ როცა ცალია, შენ არ ქცალია და ასეთ პარადოქსში ვართ ყველა. ხო და ესეთი მომენტი იყო, რომ ასწორებდა. გინდა არ გინდა ტრაგედიებთან ერთად რაღაცა ასწორებდა, იმიტომ რომ ოჯახი ერთად იყო შეკრული, ხალხი ერთად იყო შეკრული, ის ანუ რომ მკითხოს ადამიანმა ეგ მომენტი ძალიან მისწორდებოდა. ისიც იცოდი რომ შენ რო არ გეცალა ვერ გულაობდი, სხვაც ვერ გულაობდა და ასე შემდეგ. მაშინ კი ვიყავი 17 წლის, მაგრამ რა უნდა მეგულაო? ყოველი შემთხვევისთვის გული არავიზე არ მწყდებოდა რა. მაგრამ აქ არის უბრალოდ შენ იყო სახლში. ანუ არა ყველა, შენ უნდა იყო სახლში სულ ან იყო უსახკარო. ჩემი აზრით, აპატიე ღმერთო უმადური არ გეგონო, მაგრამ უსახკარობა მირჩევნია, მე მგონი სულ სახლში ყოფნა. იმიტომ რომ გინდა არ გინდა იმოგზაურებ რაღაც ახალს გამოცდი, ივლი, რაღაც პატარა ფულს გააკეთე, იმას გააკეთე, უფრო საინტერესო მგონია. მოკლე ჭრილში, მაგრამ აი რა ვიცი რა კითხვა არის ეს. ერთი დღე დიდისთან თუ ერთი დღე დათვთან. ახლა ეს საინტერესო არის. ეს ვიცი ეს კითხვა რატომაც არსებობს. TikTok-ზე იყო ასეთი ტრენდი ადრე, გემახსოვრებათ man or bear, ანუ კაცი თუ დათვი. აიდან მოდის ეს კითხვა, ანუ რა შუაშია დათვი და რა შუაშია კაცი. ასეთი კითხვა იყო დასმული, რომ ტყეში რომელს უფრო ენდობოდითო, კაცთან ერთად იყო მარტო ტყეშიო თუ დათვთან ერთად იყო ტყეშიო. და რატომღაც გოგოები მესმის რატომაც ზოგ შემთხვევაში, მაგრამ ძალიან ლოგიკურად აი მთელი გულით და სულით გეუბნებოდნენ რომ დათვთან მირჩევნია. მესმის შეიძლება ყველას არ აქვს კარგი გამოცდილება და ძალიან ბევრს უთანაგრძნობ, ვისაც ცუდი გამოცდილება აქვს ასეთ მიმართებაში და სულიად მესმის. გემხრობით და თქვენ კენვა. მაგრამ ეს არის კონკრეტულ კაცზე, ხო? კონკრეტულ ადამიანზე. აი შენ მე შემოხედა, აი ხიფაც გრძნობ ჩემგან. აი მართლა მაინტერესებს. აი სახი ფათოს ვიდი მაქვს ახლა მე და იმას ამბობენ რომ დათვი ვიცი მაინც რომ მომკლავსო შემჭამსო და კაციო არიციო რას გაიკეთებს. ნუ მოკლედ არ ვიცი, მადლობა, მაგრამ მირჩევნია რომ დიდისთან ერთად ვიყო ერთი დღე ერთ ოთახში ჩაკეტილი, იმიტომ რომ ვიცი რომ მომეკარება მინიმუმ სემით მაინც ვცემ რაღაცას ու დათვთან აზრი არაო. არ ვარ ნორმაგომედოვი დათვს ვეჭიდაო. დიდის ახლა ვეჭიდაო ვერ შეიძლება დავაკისენი მოტეხ რაღაცას ვიზავ, უეჭველი ვიზავ. ახლა დიდისთან როგორ ვერაფერს ვერ ვიზავ რა. გაუნგრევ თავს, მაგრამ დათვი არა, შანსია ერთი დღე მირჩევნია დიდისთან და ყველას ვიცი, ყველა კაცს ვისაც არ უნდა კითხო ნებისმიერს რეალისტურად რო შეხედო, ყველას ერთი დღე დიდისთან ურჩევნია ვიდრე დათვთან. ხო ეგრეა. რომელი გირჩევნია ტელეპორტაცია შეგეძლოს თუ გალაქტიკა გამოიკვლიო? გალაქტიკის გამოკვლევა არის ყველას ოცნება ალბათ. ჩემი ბავშვობის ოცნება არის რომ ავიგო როგორ მუშაობს სამყარო რა. დედამიწის გარეთ რა ხდება, მაგრამ ძალიან მინდა, ძალიან მაინტერესებს. ადრე თუ გვიან მილიონერი თუ გავხდი და ღმერთო გადმომხედე, გამხადე მილიონერი. შევეცდები სიკვდილამდე აუცილებლად რომ ავიხსინო და მინიმუმ რაღაც ახლოს მაინც მივიდე რომ გალაქტიკასთან რაღაცა სიახლოვეში ვიყო რომ ყოველ შემთხვევაში რა. არა, ტელეპორტაცია ძალიან მაგარი არის, იმიტომ რომ წარმოგიდგენთ, ფული არ დაგეხარჯებოდა ტრანსპორტირებაში. ანუ აქედან ნებისმიერ მომენტში გაჩნდებოდი, სადაც გინდა იქ იქნებ. ბანკში რო გავჩნდე, სეიფში და მე. აი არა, მოდ ტელეპორტი ჯობია რა. ბევრ პრობლემას ცხოვრებისეულს მოაგვარებდა. ლეგალურად შევხედოთ მაინც. გინდაც არა, ლეგალურად შევხედოთ თავიდან ბოლომდე. ჯობია ტელეპორტაცია. კი, ბევრად. ამიტომ ტელეპორტაციას ავირჩევი. მაგრამ ერთ წამი აქ ეწერა უბრალოდ ტელეპორტაციაო და არა რეინჯი. არ ეწერა რეინჯი. გადავტელეპორტირდებოდი მარსზე, თვარეზე. და მსგავს რაღაც. გადავტელეპორტირდებოდი ჯერ NASA-ში, სკაფანდრს ჩავიცმევდი, ყველაფერი აღჭურვილობას
მას ვიზავდი რა ქვია, იქ შევიპარებოდი ტელეპორტაციით. და მე გადავტელეპორტირდებოდი რომელიმე პლანეტაზე, სადაც ვიცი რომ ჩემი ფილტრები არ შეიკუმშება და ჩემი ორგანიზმი გაუძლებს წნევას და არ მოვკვდები იქვე რა. ამიტომ ყველა ვარიანტში და ყველა შესაძლო მომენტში ტელეპორტაციას ავირჩევ, იმიტომ რომ იმასაც გაითვალისწინებდა ეს. რომელი გირჩევნია 50 ლარი თვითონ აბიჯზე თუ 20 ლარი თვითონ თვალის დახამხამებაზე? 50 ლარი თვითონ აბიჯზე. მახსოვს მე როგორ დადიოდით ყველა. ფეხსაცმელი ვიყიდე და ესე რომ დადიოდა ყველა და უცებ პუი აღარ არის ფეხსაცმელი, ფულიც აღარ არის. პირამიდა სქემი რო იყო, არ მახსოვს რა ერქვა. მაგრამ მახსოვს რომ ძალიან ბევრ თქვენგანს ქონდათ. ან თქვენი ნაცნობებს მინიმუმ ქონდათ, ჩემს ნაცნობებს ქონდათ. ვიცოცხლე ძალიან ბევრი ქონდათ. $1500 მივეცი ფეხსაცმელში, ახლა ვივლი. იმას ამოვიღებო, იმას ჩავაბრუნებო, პირამიდა ის იმას შემოიტანს და გაქრა, არაფერი აღარ არის. ყველა დარჩი თვალებში. ამიტომ ხალხო იცოდეთ ფინანსებთან კარგად მოქცევა. ყველა შესაძლო ვარიანტში, ყველა ლოგიკური სცენარი რო გავითვალისწინოთ, რამდენი უნდა იარო, რომ მილიონერი გახდე. ყველა ვარიანტში ბევრი უნდა იარო. ანუ უნდა იარო. ტრედმილზეც რო დადგები, უნდა იარო. აი ნახე, ორ ნაბიჯი გააკეთებდი 100 ლარს. 100 ლარი ასე გავაკეთე. აი დავწვევი, დავჯდები. არა ბიჭო, ესე უფრო დამღლელია, რა გამითვალისწინებია. არა, ეხლა თვალები უფრო მეტკინა. გავაკეთე, ძალიან ბევრი ფული გავაკეთე ახლა, მაგრამ თვალები მეტკინა. ეს კუნთები უფრო მეტი. არა, მეგონი მართლა სიარულს ავირჩევი. პასიური ინკამი იქნებოდა ჩემი რა, რო ვივლი, წარმოიდგინე, არც ვაქცევ ყურადღებას და ფულს ვაკეთებ. და ამას რამდენჯერ დავახამხამე, შეიძლება ვაფშე ჩავიწითლდეს, იმდენი ხანი არ დავახამხამე თვალი და მე ხوار დავდგები და ეს ხوار დავიწყებ. ნაბიჯები ჯობია. ვინც ახლიდან არ გადიხართ და სკამიდან არ დგებით, მე თქვენს ადგილზე თვალების დახამხამებას ავირჩევდი, ის გავს შემოთავაზება რო გაიკეთოთ წინ. ყალში შეგეძლოს სუნთქვა, თუ შეგეძლოს ფრენა. არც ერთ შესაძლო სცენარში არ ვიცი რატომ, აი არანაირ რეალობაში და ლოგიკაში და ადეკვატურობაში არავინ არ აირჩევს არასოდეს ყალში სუნთქვას. ვის რა ჩემფეხებად უნდა ყალში სუნთქვა. ტიტანიკამდე ვერ ჩახვალ, წნევა მოგკლავს, ვერ წახვალ იქ, ვერ ჩახვალ იმიტომ რომ ცივია წყალი 1000 რაღაცა არის. ის ზევითად წნევა არის, მაგრამ ახლა რომელი გირჩევნია შენ? ზღვაში როდის გახვალ, ან შენ აბაზანაში როდის ჩაჭყობალავდები და სუნთქვა შეიკავებ, ან იზლავებს მოიგებ, მაგი. ეგრე იცხოვრო თუ ახლა მე რომ მომინდეს და მაგალითად იქით მაღაზიაში სადმე გადავფრინდე, ან სადმე გავფრინდე საერთოდ რა. განაჯობია, ყველა ლოგიკურ ვარიანტში ბელგან არ არსებობს ადამიანი, რომელიც აირჩევს ყალხოს სუნთქვას. თუ არსებობს, დამიკომენტარეთ, ძალიან მაინტერესებს. რომელი გირჩევნია, კონდეს სუპერძალა თუ სუპერ სისწრაფე? სუპერ სისწრაფე როგორ გექნება ადამიანს? ანუ ორი ვარიანტი არის. ან მართლა ძალიან სწრაფი ხარ, ძალიან სწრაფად უნდა ირეაგირო ყველაფერი ასე შემდეგ, ან შენ გარშემო დრო ნელდება და დროსთან მიმართებაში ხარ შენ სწრაფი. ხო ეგრე არის. როგორც ჩათვალე უყურებ ფლეშს და უყურებ quicksilvers. მაშინ სუპერ რეაგირება, ანუ სუპერ სისწრაფეში შევა სუპერ რეაგირება, მაგრამ მაინც ისულელე, ანუ მაინც მოგიწევს გარბენა რა. აქედან მე რომ მაგალითად მინდოდეს თაწმინდაზე ასვლა. დანიდან თაწმინდაზე ასვლა. რა შემთხვევაც არ უნდა იყოს, დრო რო შევანელო, მე აი შანსი არ ვიზავ. არ გავაკეთებ. შანსი ნულია. დრო რო შევანელო, წარმოგიდგენთ, კიდე შენელებულ დროში მე რო ჩვეულებრივ სისწრაფე, ანუ რა აზრი აქვს, მე ახლა აქედან დავდგები და ფეხით ავალ თაწმინდამდე თუ ჩემ გარშემო დრო შენელდება და უბრალოდ მაგაც რომ მეტყვის, დავაი გაიჩიტეო და წამში იგი გავჩიტები, ანუ სისულელეა. და სუპერ სისწრაფე რომ მქონდეს თაწმინდამდე ფეხით ავალ. ანუ მაინც ხო დავიღლები. 10 ჯერ სწრაფი რო იყო იმასთან შედარებით, რაც ახლა ვარ, 10 ჯერ უფრო დავიღლები, ხო ლოგიკური არის. ასე რომ არა, არც სუნთქვა მიწყობს მაგაში ხელს, არც არაფერი, არც კუნთები, არაფერი, არავის არ შეუწყობს ამაში ხელს. ამიტომ სუპერზალა არის ყოველთვის გამოსავალი, სუპერზალა რო ქონდეს, ახლა ნახე, ავწევ ასე კარადას. ნახე რა მაგარი ვარ მეთქი, მანქანა პარკინგში რო ყავს და ვერა პარკინგება, აწიე მანქანა დადე. შემოდე თაროზე, ჩაიკუჭე ჯიბეში, ადი UFC-ში, ვინმე ცემე, გაანგრიე, იშოვე ფულები, წადი ებოქსავე მერე ტაისონ ფიურის, იშოვე მაგარი მაყუთი, რო დაბერდები ჯეი პოლი გამოგიწევს და მაგასაც ეჩხუბე და აიწყე ცხოვრება, სუპერძალით ყველაფერი მოხდება. იცხოვრო სამყაროში, სადაც ხელოვნება არ არის, თუ სადაც ინტერნეტი არ არის. ამაზე ავიკიდებ ძალიან დიდ შემოპასუხებებს, რომ ვაი, შედებილო და რაღაც, მაგრამ ნახეთ ახლა მე მაქვს ინტერნეტთან ჩემი ცალკე ბიფი. კი ამით ვცხოვრობ, ამით ვსაზრდოობ, ჩემი შემოსავლი წყარო ინტერნეტია. მაგრამ ხელოვნებაში რა იგულისხმება? ხელოვნებაში იგულისხმება ჩათვალეთ ყველაფერი რა. დიზაინი ეს ყველაფერი. ანუ ამ ყურსასმენს რო ეს ფორმა აქვს და ესა თავის ხელოვნება, თავისი დიზაინია, ყველაფერია რა. ჩათვალე ყველაფერი იქნებოდა ერთი სტილის.
ანუ ყველა ტელეფონი ერთი სტილის, ყველა მონიტორი ერთი სტილის, ყველა კომპიუტერი ერთი სტილის, ყველაფერი იქნებოდა ერთი სტილის. ანუ ახალი არაფერი გაკეთდებოდა, ყველაფერი იქნებოდა ერთი ტრადიციული სტილის, რომელსაც არავინ არ გადააბიჯებდა რა. მუსიკა ხელოვნება არის, მუსიკა არის არსებობდა. პოსტერები, ნახატები, მსგავსი რაღაცები არ იქნებოდა. ტელეფონზე ელემენტარული wallpaper-ი ვერ გეყენებოდა. ფილმები არ იარსებებდა, სერიალები არ იარსებებდა. ნებისმიერ რაღაცა არ იარსებებდა. ინტერნეტი არის ძალიან კარგი საშუალება, რომ ადამიანმა ბევრი რამე ისწავლოს, ბევრი რამე გაიგოს, ბევრი რამე კარგისკენ წაიყვანოს და ჩემ შემთხვევაში ახლა როგორც მე ვამბობ, ფული იშოვოს, დაეკონტაქტოს იმას, ვისთანაც რთულია დაკონტაქტება ისე, აიგოს ხალხზე ის რა შვება თავის ცხოვრებაში, ის რა შვება ისე, რომ არ მოიკითხოს ჭორიკნულად. ეს შორიდან ეს fake account-ებიც დაასტალბოა და მაგრამ ჩვენი მშობლების, აბუების, ბებიების და ასე შემდეგ თაობა არის ნაკლებად დეპრესიული და ნაკლებად ცუდი ხასიათის და არ იციან საერთოდ რა არის დეპრესია. რატო არ იციან რა არის დეპრესია? ინტერნეტმა ისე გაგვაგიჟა, რომ შენ შეგიძლია ნახო ვიღაცა, ვინც გაღიზიანებს, ან გული გატკინა, ან ნებისმიერი რამე რა შვება, როგორ არის ბედნიერი შენ გარეშე, ეგ მერე შენს საკუთარ მეს პოპს შეგვიძლია ნახო ვიღაც ტიპი როგორ ქირაობს ლამბორგინს და ასაღებს ვითომ თავისი არის და შენც ასე ფიქრობ წევხარ ლოგინში და აი მე რა უნდა გამეკეთებინა რომ ეგრე ყოფილიყავი. ინტერნეტში ხალხი არ გამოამჟღავნებს იმას ვინ არის რეალურად. ანუ რა მჭირს რა. მე რომ რაღაცა სახე მძვრებოდეს არ დავდებ ვიდეოს როგორ მძვრება სახე რატო დავდებ. მე თავი მეძღება ეგეთ ხალხს ვანახო ეგეთ თავი. არა იყო პერიოდი მიწევდა გამოჩენა ხალხში ეგეთი. მაგრამ ინტერნეტი ფეიკია მაგიტომ ამბობენ რომ რეალურად თავიანთი თავის საუკეთესო ვერსიებს აჩვენებენ ხალხი რა. ნუ ცდილობენ ყოველ შემთხვევაში და შენც ამას იღებ, ხედავ, იღებ ამ ინფორმაციას და მე игრუზები, ყველაფერზე игრუზები. კაცი კარგავს ქალის მიმართულ ტოლვას, რატო? იმიტომ რომ შენ რო rilsi ჩამოსვლო, TikTok-ი ჩამოსვლო 95 ტრაკი დაგედება თავზე, ის დაგედება, ეს დაგედება. ანუ ყველა ტოპ მოდელის ნახვა შეგიძლია რამოდენიმე სვაიპში. მე უკვე სხვა გოგოს ვეღარ უყურებ ისე რა, იმიტომ რომ ის კრიტერიუმები გაქვს შენს თავში დაყენებული, რომ იცი რომ ეგეთი ტიპი არსებობს და ეგეთი მინდა. მე უკვე ურთიერთობებს იფუჭებ რა სხვებთან. ეგაა პრობლემა. ანუ ინტერნეტს ამდენი კარგიც მოუტანია, იმდენი ცუდი მოგვიტანა ყველას. ანუ აი მართლა სამყარო რო ასე მიდიოდა, აი ესე გახლიჩა და რავი შემოგვატრიალა საერთოდ სხვაგან. კარგი თვისებებით აბსოლუტურად ძალიან ბევრი შემოგძინა, ემოციურად სახე გაგვაძრო, რასაც ქვია, აი ეგ მიტყდება რა. ამიტომ მოდი ცოტა მე მგონი დასვენებოც მინდა. ვირჩევდი სამყაროს, სადაც ინტერნეტი არ არსებობს. მეგობრებო, Would you rather challenge იყო ეს. აუცილებლად ვიდეო დალაიქეთ, Instagram-ზე გამოვყევით, აღწერაში არის, TikTok-ზეც გამოვყევით, მანდაც ძალიან ვაქტიურობ. და ჩემი გული შემოგელო თქვენთან იყო თქვენი მონამორჩილი ბენი. ვიდეო აუცილებლად დალაიქეთ, არხი აუცილებლად გამოიწერეთ და შევეცდები რომ აღარ დაგეკარგოთ. იმებსაც შევეცდები, ბევრ რაღაცა შევეცდები. ნუ მოკლედ რა, რასაც ფინანსები, დრო, ენერგია, ხალისი, мотиваცია და დისციპლინა რაში ჩემი წყობს, თქვენი მონამორჩილი და გვერდით ვდგომ კაცად მიგულეთ რა. აბა კარგად.